უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხო-მამხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე საქართველოში სტუმრად მყოფ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მიღება საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. შეხვედრას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნენ. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა მიტროპოლიტმა ემანუელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს იყო მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დომოსთან დაკავშირებით. განსაკუთრებული სიხარულია ჩვენთვის, რადგან ვიმყოფებით საქართველოში. საშუალება მოგვეცა კიდევ ერთხელ შევხვედროდით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და გვესაუბრა გარკვეულ საკითხებზე. დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლას მსოფლიო საპატრიარქოსა და საქართველოს საპატრიარქოს შორის. რასაკვირველია, შევეხეთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დომოსს და გქონდა მსჯელობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქსა და წმინდა სინოდის წევრებთან. შეხვედრის მიზანი იყო გარკვეულ დეტალებზე ინფორმირება. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავს მოხვევა, ზეწოლა ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ საინფორმაციო შეხვედრა და ტომოსის დეტალებზე შეთანხმება. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი არის ბრძენი ადამიანი და ის ყოველთვის ბრძნულ გადაწყვეტილებას იღებს. ეს იყო ძმური, ეკლესიური და შეთანხმებული შეხვედრა, რომელზეც ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ. ჩვენი მთავარი მიზანი, რაზეც ვთანხმდებით, არის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ერთობის შენარჩუნება. ჩვენ არ ჩამოსულვართ იმისთვის, რომ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში რაიმე პრობლემა არსებობს. ჩვენ გვაქვს საერთო აზრი, საერთო შეხედულებები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეს არ იყო გარკვეული პოზიციის დაფიქსირების ან პოზიციის გამოხატვის შეხვედრა. ეს იყო მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს შორის ძმური შეხვედრა და ეხებოდა საყოველთაო მართლმადიდებელ საკითხებს. მეუფე ემანუელმა ფაქტიურად ძალიან დაწვრილებით მოგახსენა, პრაქტიკულად ყველაფერზე ისაუბრა. იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ესეთი კორექტული მიდგომისთვის საქართველოს ეკლესიის მიმართ, რაც მან ახლა თქვენ მოგახსენათ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, იმიტომ რომ ჩვენ განვიხილეთ ბევრი დეტალი და რაც თავარია, გამოიკვეთა მათი ესეთი კორექტული პოზიცია ჩვენი ეკლესიის მიმართ, რომ ისინი არ ჩამოსულან იმისთვის, რომ დაგვარწმუნონ ჩვენ, რომ მივიღოთ ესა თუ ის გადაწყვეტილება და ასევე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ აუჩქარებლობას აი ამ ეტაპზე რა პოზიცია ჩვენ გვაქვს, სრული გაგებით ეკიდებიან. და თქვენ წინაშეც რამდენჯერმე გაიმეორა მან ეს და რა თქმა უნდა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ჩვენ წლის ბოლოს ჰქონდა სინოდის ხდომა, იქ დადგინდა რომ ეს განხილვა გადაიდება შემდგომი სინოდისთვის, იმიტომ რომ არის ბევრი დეტალი, არის მრავალი შეკითხვა სინოდში, ასე რომ ეს საჭიროებს განხილვას და მუშაობას. ვადებზე ახლა ამჟამად ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. სამწუხაროდ აი ჩვენთან არის ესეთი განწყობები, რომ ჩვენი პოზიცია ამჟამინდელი რაღაცნაირად ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა. სინამდვილეში აი დღეს თქვენ იხილეთ, მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ამ ჩვენ პოზიციას. შემაფერხებელი ფაქტორი ხომ არ არის ეს? ჩვენს ეკლესიაზე ნამდვილად არა, იმიტომ რომ ჯერჯერობით როგორც ჩანს, ყველა ეკლესია თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან. ეს ბუნებრივი პროცესია ისტორიაში ყოველთვის ესე იყო. ვიღაცა მხარს უჭერს, ვიღაცა თავს იკავებს, ვიღაცა წინააღმდეგი, ამიტომ დრო სჭირდება. რაც თავარია, ბამძანა დღეს პატრიარქთან და თქვენთანაც დააფიქსირა, რომ იგი მსოფლიო საპატრიარქო ენდობა მისი უწმინდესობის სიბრძნეს. იმის თაობაზე თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ეკლესიამ შემდგომში.